რატო გამოშტერდა ეს ხალხი ლაბუბუზე? გამანებე თავი, ანუ პროსტა გამანებე თავი. ჯერ ვიტყვი ვეძახდით დაბალწელიან ჯინსებს, მაგრამ მოდი რეალურად შევხედოთ მიკროწელიანი ჯინსები იყო. აი მარტო ზმეიკა როგორ არის? ბენსიმონები, რომელზეც გიჟდები, ისე მიყვარს და მე მგონი მაინც ვიყიდით. დღეს გადაცემის ბოლოს და ბოლომდე უყურეთ და დარჩით და მოვყვევით, გავუშლით პოდკასტ ტაროს. მოგესალმებით მეგობრებო, საღამო მშვიდობის. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გველის. მე ვარ თათია. მე ვარ ნინი და ეს არის ჩვენი რიგით მერვე გადაცემა მერკურია რეტროგრადული. კი ბატონო, შეგიძლიათ მოიმარაგოთ ყავა, ჩაი, სასუსნავები, რაღაცები, წესით ძალიან ისეთი კარგი ისე ნოსტალგიური და საყვარელი გადაცემა უნდა გამოგვივიდეს. ერთი დისკლეიმერი მექნება უბრალოდ სანამ დავიწყებ და ძალიან გართობისკენ შევალთ. აივნის კარი გვაქვს ცხოვრებაში პირველად ღია ჩაწერის დროს და ცხოვრებაში პირველ მანამდე არ გაგვიხსნა. არა, ანუ ჩაწერის დროს ვიცი გადავიხდე. შესაბამისად არ ვიცით როგორ ისმის გართან ხმაური. დავტესტავთ რაღაცებს, ვიმაიმუნებთ, რომ მაქსიმალურად ჩამციროთ. ასე რომ წინასწარ უბრალოდ ბოდიშს გიხდით და გაფრთხილება მეტი არ ვარ. ხო, უბრალოდ ვნახოთ, ვინმე თუ ჩაიხრიგინებს იმებს, ამოვჭრით ალბათ, მაგრამ არა მოვჭრით? გოიმური გაზაობა არ გინდა? კაი, დავტოვოთ. ოკეი, დავტოვოთ. თუ დატოვე შენ 2000-იანების 10-იან წლებში? მე კი მინდოდა რომ დამეტოვებინა, მაგრამ სამყარო არ დამაცადა. ეს იყოს ჩვენი პატარა თიზერი იმაზე თუ რაზე ვილაპარაკებთ დღეს. დღევანდელი ჩვენი თემა არის girlhood-ი, გოგოობის კანონობა. ამ საუკუნის 10-იან წლებში, ანუ როდესაც ჯერ თათია იყო თინეიჯერი და მე რა უკვე მე, სადღაც 10-იანების შუაში ვიყავ უკვე მე თინეიჯერი, მაგ პერიოდში შენ უკვე გარდამავალ პერიოდში იყავ უნივერსიტეტში ჩაბარებული რაღაცა. 11-ში ჩავაბარე, მან ანუ მთელი სკოლის პერიოდს მოიცავს 2010-ანი წლები. მაგრამ სანამ თემაზე გადავალთ, კვირის შეჯამება გვინდა აუცილებლად, მაგრამ სანამ კვირის შეჯამებაზე გადავალთ, shout-out-ი უნდა გავუკეთოთ ჩვენს თითქმის 100 followers. თუ მჯეროდეს, ხალხო, ხوار მე გადავებით. ბევრი მადლობა, ნინი ახლა მოანათებს, ვისაც გამოწერილი არ ყავათ. გამოგვიწერეთ, ანუ მართლა რასელოდებით ამდენხანს, გამოგვიწერეთ უკაცრავად. როგორც დაგპირდით, 111 გამომწერზე, როდესაც ავიდოდით, 111 რადგანაც მაგიური ციფრია და angelic number-ია, დაგპირდით, რომ ტაროს გავუშლიდი პოდკასტ. ტარო არ გამიშლია დაახლოებით 3 წელიწად ნახევარია. Nice. და დღეს გადაცემის ბოლოს და ბოლომდე უყურეთ და დარჩით და მოვყვევით, გავუშლით პოდკასტ ტაროს. ან მარტივად ისე რა, სამხიარულოდ fun იქნება. ხო. ძალიან კაი, მოყევი შენი კვირა. დავიწყო? მოყევი შენი კვირა. გაგიკვირდებათ და ამდენი წუწუნის მერე და ამდენი ვაიუის და ტახტზე ვარ წამოკოტრიალებული და აღარ შემილია ცხოვრების მერე ძალიან აქტიური კვირა მქონდა. ბევრს არ მოვყვები, ერთს გეტყვით, რომ შაბათ-კვირას იყო Orange ფესტივალი და ზოგადად პოლონეთში და სხვა ევროპის ქვეყნებში ძალიან ხშირია open air-ის ტიპის ფესტივალები და არა მარტო ერთი ტარდება ერთი ზაფხულის განმავლობაში, სხვაჩერს ძალიან მალე გდინიაში გეგმება open air-ი, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი არტისტი ჩამოდის. და ვარშავაში ჩატარდა მსგავსი ტიპის ღონისძიება, რომელიც 2 დღე გაგრძელდა. და მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ამ ფესტივალზე კიდევ ერთხელ შევძელი და პოლონეთმა მომცა იმის საშუალება, რომ ჩემი პატარა ნინისთვის ოცნება ამესრულებინა. ზუსტად იმ ნინისთვის, რომელიც თინეიჯერი იყო 10-იან წლებში და Tumblr-ზე იყო ღამის თენებაში, მოვუსვნა მარინას, ვისაც გახსოვთ Marina and Diamonds-დან მარინას, ახლა უკვე მხოლოდ მარინა. ქონდა ძალიან მაგარი ბედი მომესმინა Charlie XCX-ისთვის. ახლა ძალიან viral არის, მაგრამ ჩემს თინეიჯერობაში ძალიან Tumblr გოგო ერა იყო და ცალკე მიმდინარეობა იყო და შევძელი მომესმინა Chappell Roan-ისთვის, რომელიც
ნამდვილად დივა და მოკლედ საწუწუნო არაფერი არ მაქვს რა. ძალიან კაი კვირა იყო. კი, ანუ მე მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ის საწუწუნო რო არაფერი არ მაქვს, ისე საინტერესოდ ვერ ვყვები. ერთი შემიძლია გითხრათ, განსხვავება რა არის? ერთი წავი ახლა. განსხვავება რა არის ჩვენს კაი თბილისის open air-სა და აქაურ ფესტივალებს შორის? იმის მიუხედავად, რომ ზღვა რაოდენობით ადამიანია, შანსი არ არის, რომ რიგი დაგხვდეს სადმე. და გულისხმობ საპირფარეშუებსაც. იმას რომ თავი დავანებოთ რამდენად მოხერხებული საპირფარეშუებია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საპირფარეშუების ამბავი. და როგორი accessible არის და გათვლილია ყველა ტიპის ადამიანზე და რამდენი ოდენობით არის. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საცობში ვერ მოხვდები, ანუ საცობში არ ყოფილვარ. ნუ ეხა ტაქსისთვის არ გადამიხდია 5 ჯერ მეტი თანხა, რომ იქ მოხვედრილიყავი და მე უკან წამოსულიყავი. თვითონ კონცერტის დროს ლაივში უზომოდ ბევრი ადამიანი ვიყავით, მაგრამ ერთხელაც არ მქონია anxiety attack-ი იმის გამო, რომ ეხლა გადამივლიან და მოვკვდები რა. არა, ანუ იმის მიუხედავად, რომ თითქოს პოლონელებმა მასთვის არიციან პირადი სივრცე და აღქმა არ აქვთ, იქ ყველა ძალიან რაღაცა დოზა აშკარად აქვთ მაინც, ხო ესე იგი? სიფრთხილე აქვთ მაგარი. და ძალიან ფრთხილები არიან და მაგას პატივს ვცემ. გამაგარია. მოკლედ, კი ძალიან მიყვარს ჩემი open air-ი, ჩვენი ქართული ჯიგრული open air-ი, მაგრამ არის რაღაც განსხვავებები, კარგი ამბები, რასაც გადმოვიღებდი სიამოვნებით აქეთ. არ გვაწყენდა, ნამდვილად არ გვაწყენდა. ერთადერთი ახლა რომ ფიქრობ კვირის შეჯამებაზე, მთელი კვირა მარტო ერთი პრობლემა მაწუხებს, არის პრობლემის მეტი რა არის, მაგრამ აი კითხვა რა რო გჭამს. რატო გამოშტერდა ეს ხალხი ლაბუბუზე? გამანებე თავი, ანუ პროსტა გამანებე თავი. ყველამ კარგად იცით, ვინც მიცნობთ, არ მიცნობთ, მე მგონი ეგეც დავწევს ტოვებ, რომ არავის არ გამსჯი, ან ჩაცმულობის, აქსესუარების, სათამო, არაფრის გამო. რა ხდება? მაგრამსაც არ ვამბობ, იმიტომ რომ ვერ ვხვდები რა ხდება. არა ვითარი, მაგრამ ანუ რა ხდება? რა ლაბუბუ ხო არ მეხადავებით ხალხო, ანუ ერთი წუთი. თავიდან მეგონა რომ ის e-girl მიმდინარეობა რო არის, ცოტა ფულიანი e-girl-ები რო არიან ინფლუენსერები, იმათი თემა იყო, ოტაკუჯი რაღაცა მეც ვარ ცოტა ეგეთი. რაღაცა მოგიხსნია ცოტა, ანუ არ ყოფილა ეგრე, იმ დღეს შევდივარ და შორენა ბეგაშევშვილი მხდება ბირკინზე ლაბუბუთი. და მე გავიგე რომ თურმე ეგ თემაა რომ ბირკინებზე უკეთებ ჩამოკიდებული ლაბუბუს იდეა მკლავს და მანადგურებს, იმიტომ რომ ანუ ბირკინი ეხლა რო ძალიან გატრენდებულია მაგას რო თავი გავანებოთ, მართლა დახვეწილობის ძალიან დიდ ეტალონად მიმაჩნია მე, ანუ old-money თემა აღარ არის ბირკინი. old-money აწი ძალიან დიდი ხანია აღარ არის, მაგრამ ანუ აი ვიზუალურად ძალიან დახვეწილი და ისეთი გარეგნობის ჩანთა არის და ამბობენ მოსახერხებელიც არისო ეხლა. დაიბარში ვერ გაიკეთებ, რაც არ უნდა ეცადო რა, თავისთავად და ამ დახვეწილობაზე ზემოდან ჩამოკონციალებული რო გაქვს რაღაცა ხო რა, ამიხსე კომენტარებში მინდა რომ დამიწერო. მართლა გამაგებინეთ, კი. ანუ ყველაფერი მესმის და გავლილი გვაქვს ამ თემებს შევეხებით და რაღაც პოლსმიტის მანქანის თემაც მესმის, ყველაფერი მართლა ტიპს რა ვუყურებ მაშინებს, აი ჩაკი რო არის რა, პირველი ასოციაცია მეც ჩაკიზე მქონდა, იცი, მეთქი რაღა ეს და რაღა ჩაკი ჩამოგიკიდებია, მეთქი ჩანთა. ჩაკი უფრო საყვარელი მაინც არა და რაღაცა უფრო humanly არ ვიცი, ანუ რამდენად, ანუ კაი, ჰუმანურობის დედაცვატი, მაგრამ იმას ვამბობ, რომ რას გავს, რა შუაშია ბირკინთან? ბირკინს თავი და ის სრული პიზდეცი ხდება. იმ დღეს ვიდეო ამომიგდა ყველაზე ძვირად შეფასებული ლაბუბუ ღირს 45,000 ევროს ეკვივალენტი რაღაც. და ანუ ზუსტად დღეს ვლაპარაკობდით მე და მარიამ, ჩემ და ქალი, რო ანუ რა პონტია ეს ლაბუბუ რა. მე მეგონა რომ მეთქი კაი ცოტა ტრენდებს აცილებული ადამიანი ვარ თუ რაღაცა და შეიძლება არ მესმის მეთქი და ეს მარიამი ძალიან ისეთი არის სულ ჩაქექილია ესეთ თემებში, ყოველთვის იცის, რაც არ უნდა ვკითხო, ყოველთვის თან მარიამიც ჯენზია და მგონია რომ აი რაღაცა იქნება ჯენზი მაინც იცოდეს მეთქი გამაგებინოს. არა, ანუ ვიღაცებმა იციან, არა, ვიღაცებმა იციან ფაქტია, ან რაღაც controversial ამბავი არის, ან რაღაცა კონსპირაციის თეორიასთან ანუ
არიან მომითხრა რომ დაჟეო დავსერჩეო რომ ანუ მეგონაო რომ რამე ბრენდი იყო რომელიც არ მქონდა გაგონილიო და დავსერჩეო რომ იქნება ტანსაცმელი აქვს სიტყვაზე ან რა არაფერი არ გააჩნიათ დედამიწის ზურგზე გარდა ამ რაღაცა ჯღანი თოჯინებისა ანუ თამაშია რომ მე ზოგადად მომწონს ეს collectible შესაგროვებელი პატარა სათამაშოები და ოტაკუ ჯობები და ნერდული ამბები ანუ მე ვარ ეგ ტიპი რა ეს ოტაკუ ჯი გოგო მე ვარ ეგ ვაფშე არ რა არის ანუ აღმოსავლური იაპონური კულტურა ვისაც მოსწონს და ეს პატარა კავაი სათამაშოები და ანიმეები და ასე შემდეგ და ეგ ესთეტიკა ვისაც მოსწონს ან აინტერესებს ასე შემდეგ სხვა მიმართულებები აქვს და მაგას ანუ ეგ მე ვარ მესმის ახლა იმის საშუალება არის არ მქონია რაღაცებს შეგროვება დამეწყო მაგრამ სამომავლოდ რომ რამე განვიხილავ რა გასაგებია ეს ლაბუბუც რაღაც ეგეთი ტიპია რა ანუ collecting ამბავი უნდა იყოს წესით და რიგით. მე ეგრე წარმომიდგენია, იმიტომ რომ ბოქსით მოდის სათამაშოა. და ხო, ეგეც ვნახე, რომ თავისივე ფორმის რაღაცა დამცავი кейსებში უზით. ოღონდ პლასმასის არის, ანუ გამჭვირვალე პლასმასია თუ რა ვიცი რაც არის აკრილი. თავისივე ფორმის რაღაცა кейსში უზით და ბირკინის, ანუ TikTok-ზე შემხვდა, ბირკინის ბოქლომით კეტავდა ამ кейსს ტიპშა ვიღაცა. The fuck! რამის თქვა მინდა და თავში კარგი არაფერი არ მომდის ძალიან დიდი ბოდიში. ანუ რამც არ მელამაზებოდეს, ანუ რაღაცა წამოძახლი, რაღაც იდეა ხო უნდა იყოს უკან, ანუ ხელოვნება ხო არტია თვით გამოხატავ. რას გამოხატავთ მითხარი? აი მართლა ძალიან მაინტერესებს რას გამოხატავთ, ძალიან სწორი კითხვა. თუ გამოხატავთ და ჩვენ არ ვიცით, ანუ ვაღიარებთ ამ შეცდომას და ხელებს ავწევ, გავჩუმდები და ლაბუბუ აღარ ამოვა ჩემი პირი. კი ბატონო, просто გამაგებინეთ რას გამოხატავთ, ვისაც გიკეთიათ ან ვინც იცით ვაფშე რა არის თუ აი რავი. ანუ იმ რაღაცა საზოგადოებას რომელმაც ეს ტრენდი ახლა მიიღო, თუნდაც ქართულსაც ვეხმიანები რა, ის სალომე ღვინიაშვილი რო ატარებს ლაბუბუ სიტყვაზე. არ ვუგონებ, ანუ არსებობს. ოკეი. ანუ აი ეს მოსწონთ და რაღაც ამბები. ძალიან კაი. მაგრამ ვერასდროს ვერ წარმომედგინა, ჩარჩოშიც არ ვსვავ რა, მისმევინება, მაგრამ არ მინდა ჩესმა. ანუ ამ ტიპის ტრენდი, ანუ ხო ყველაფერი ტრენდია, ეს ოტაკუჯობა შეიძლება ტრენდი იყოს რაღაც სეგმენტისთვის. ამ სეგმენტამდე ეგ ტრენდი როგორ მოვიდა? რანაირად აითვისეს? აუ ეხა ძალიან controversial რაღაცას ვიტყვი მაშინ და ან ჩამქოლეთ ან ამოჭერი ან რაღაცა ხენი. თქვი მოვიფიქრე. ანუ ჩემი აზრით და ძალიან ვწუხვა რომ ეს აზრი დაიბადა ზოგადად, რადგან რაღაცა ძვირიანია ამიტომ უფრო მარტივად გატრენდდა. მე ესეთი დამოკიდებულება გამიჩნდა. ძალიან ხშირად ზოგადად მარკეტინგის ერთ-ერთი ძალიან ესეთი ხო, დაადე არახელწამოსაკრავი ამბავია და ოკეი, მესმის. და მარტო სტატუსის მანიშნებელია ამ შემთხვევაში, რომ მე მაქვს იმისი ტრაკი, რომ ეს ჩამოვიკიდო და ვსო. ბაზარი არ არის, მაგრამ ისეთი ადამიანები და სახეები რო ატარებენ, ვისაც უსწავლებლად ვიცით რომ აქვთ ეგ სტატუსი და არ სჭირდებათ პროსტ არაფერში და რაღაცა შენი კოშმარიდან ბავშვების კოშმარიდან გამოსული პერსონაჟი ყავს ჩამოკონწელებული უამაზეს ნივთზე მაინც ვერ ხვდები. ნუ ბოლომდე ვერც მე ვერ ხვდები, მაგრამ ტრენდების ზოგადად არ მესმის და მაგიტო ამასაც ვერ გავაანალიზებ. არც ტრენდები არ მეცაყოლილი ვარ ახლა რავი რა როგორ არა, მაგრამ რას ხარება ყო? ნუ აი რაღაცა განსხვავებული და განსაკუთრებული რაღაც არ ვარ რაღაცებს მეც ვემორჩილები და მინდა არ მინდა ვისრუტავ. რავი ლაბუბუ რომ აჩუქოს ჩემო მეუღლამ. ჩამოიგიდებ? ბიჭო არ ვიცი. მე პირდაპირ გეტყვი რომ არ ჩამოვიკიდებ. ძალიან მაშინებს. ბირკინი რომ აჩუქოს ჩემო მეუღლემ, აუცილებლად დავიჭერ, იმიტომ რომ გიჟდები ისე მომწონს ეგ ჩანთა. კი. ანუ არ მაქვს საუბარი იმაზე რომ 700,000 რაღაცეები შეიძლება ღირდეს. და იმაზე ცალკე აღარ მაქვს საუბარი რომ ბირკინზე რო გიბარებს ერმესი და ლიჟბი ბირკინი იყოს და რაღაცა ჭყატუნა ვარდისფერზეც რო ოკეი არიან. ნუ კაი ხა ზოგს უყვარს ხო ბაზარი არა ზოგს უყვარს მაგრამ არა არასდროს არ მექნება ეგ ზუსტად იცოდა. ანუ მე ბირკინი მექნება ან navy blue და ან შავი. ეგ არის კარჩი მაგაზე ჩემი დამოკიდებულება. აუცილებლად გექნება 5,000 ბირკინი გექნება, უბრალოდ მე თვითონ ბირკინის არც კონცეფცია მხიბლავს დიდად სხვებზე მომწონს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არასდროს არ ვიქნები ქალი, რომელმაც ბირკინი უნდა ატაროს. მატერიალური სტატუსის გამო არ ვამბობ, ანუ
ტიპაჟურად? ხო რა, ხო, მე ძალიან ვხედავ ჩემ თავს ბირკინს. და შესაბამისად უფრო ხშირად წარმოიდგინე რომ იმანიფესტო. ეხა რაც მაცვია აუთფიტს. თუნდაც ეხა რაც მაცვია, ამაზეც კი, აი ვანსებს გამოვცვლიდი ერთადერთი და დალშე ფეხსმელი არ ჩანს, მაგრამ შეგვიძლია აღვიძე. ულამაზესი ვანსები მაცვია. Anyway, შევეშვათ ლაბუბოს თორე ღამე რომ ამ დამის ამ გამანევე თავი მართლა კი თან შენ კვირაზე მომიყევე არც ჩემი კვირა იყო მშვიდი და ისეთი მეზობელმა წყალი ჩამომიშვა კიდე კი მეორედ უკვე ისევ მიდის ადმინისტრაციის ფლამერ როგორ არის მილების ხელოსანი მიდის დავა იმაზე რომ ეს კაცი მოდის რა თქმა უნდა სასმელის უნდათ არის აყროლებული და ხო ძალიან ჩვეულებრივი ჩემი ძველი ლიფტი ორი მახსენდება არ ვიცი ვიტირო თუ გამეცინოს ხო მართლა აღარ ვიცი მოდის და ეს კაცი უყურებს რომ მშრალიაო ხელს უსვამს და ანუ კი ეხლა მშრალია მაგრამ ანუ თქვენ ძალიან მიხარია რომ კადრში ვერ ხედავთ აი აქ ხდება ეს ყველაფერი არა ძალიან შესამჩნევია არ მინდა რომ გული გაგიხსნა არა მაგ შესამჩნევია ვიცი რომ ძალიან შესამჩნევია ნინი აი და საშიშია ზევით ჭერს შეხედე ზევით გაყვითლებულები სიტყვაზე აქ დაიწყო ხა არ ვიცი ამ თემაზე რატო გიგზავნე ფლოპერკს ნერვები არ მინდა რომ მაგიშავა მაგრამ ოთხი გადმოვიდეს და იქ ტელევიზორთან ჩამოგიშვეს ამ PlayStation-თან რა ვიცი დენის წყაროები ამან ზუსტად შენ უკან არის დენის წყაროები ანუ რავი ეხლა არ გძუძგავს დენი მაგრამ ხვდები რა შეა საქმე რაც ეს ჩემი პროფილი აღარ მოგი გავცვალოთ ადგილები ხო ეს მეზობლის წყალზე ვთქვი ემიგრანტული ცხოვრება ვიგრძენი ნამდვილად იმიტომ რომ ტყემალი მოვხარშე ვარშავაში ანუ დავკრიფე და მოვხარშე ვარშავაში ტყემალი ოღონდ ჩემთვის ძალიან ნორმალი და იმედია შენთვისაც ძალიან ნორმალია ხო რომ აი ტყემლის დაკრიფვა გახვიდე და დაკრიფვა ხო ანუ რაღაცა ისე ხوار უყურებ შენთვისაც ხო არ განსჯი მაგის განსჯი ჩემ თავს იმის გამო რომ წესით არ შეიძლება აქ ტყემლი ანუ პარკში რეკრეაციულ ზონაში რაღაცის დაკრეფა დიდად არ შეიძლება მაგის გამო არ შეიძლება ვიცი მაგის გამო განსჯი თავს თორე ანუ იმიტომ არა რომ ტყიმალი დავკრიფეთ რაღაცა ერთ-ერთი რაზე მეფიქრება იცი ანუ მე ძალიან მომწონს ეგ რომ მაგას აკეთებ და ჯერ ერთი ეს იყრება არავინ არ იყენებს და რაღაცა გამოსადეგ იმას მიაგენი მაგრამ და ხისთვისაც ძალიან ჯანსაღია სხვათა შორის ხო ანუ ეგრეც უნდა იყოს მაგისთვის ისხავს ხენაყოფს რომ მოიკრიფოს და შეიჭამოს და გამოიყენოს ვიღაცა მაგრამ შეწამული ხო არ არის თქო აი ეგ მაინტერესებს ხო არ წამლავენ რამეით და მაგიტო არ შეიძლება მოკრეფვა და მირთმევა იმიტომ რომ ძალიან გემრიელია ტყემალი რატო არ ჭამს საქმე შარშანაც გავაკეთე ტყემალი და ცოცხალი ვარ თუ ჯამრთელი ვარ უპრობლემოდ და შარშანი იყო კაგრა სატესტო ხო და ანუ არ გადავრჩებოდი ხო კაი და მე უფრო და უფრო მომწონხარ შესაბამისად არ მგონია რა რაღაცა უკეთესობისკენ ანუ პირიქით მომიხდა ჯადოსნური ტყემალია ესე იგი ტყემალი მოვხარშე და მე ბოლო 2 დღეა გადავეშვი ზუსტად იმ პერიოდში როცა მე რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ დავიწყე 2 დღეა დავითხარე თვალები ბისერების აწყობით და ანუ აი ნინისაც ვუპადარკე ოღონდ ეს არის ერთ მისაჩუქრა ეს არის 1-10 მილიონიდან ანუ რაც კი ძივები გააჩნდა ყველა გამოიყენა და რაღაც გამიკეთა რაც კი რამე ანუ არა კიდე ერთი დიდი სათლი დამრჩა ასაწყობი მერჩად ვერ გავყიდეთ მეგობრებო ვისაც გინდათ ძივები მე რა უნდა გავყიდო მე არ შემიძლია ეგეთები იცი შენ დედა ჩემო ხო ვიტხრა რომ სანამ არცდი არაფერი არ ვიცი კაი დედა ჩემო რომ მოვუყევი რომ მართლა ერთი ვედრა ვისერები ავაწყე ჩადი ხა ჟაბკაში და გაყიდე დადექი იქ შესასვლელთან და თუ შენ მითხარი არა დედა ჩემო ჟაბკაში გაყიდე თქო არ გეტყოდი მე დადექი და ის ხო არ გინდათ 5 ზლოტი 10 ზლოტი მეგობრებო არა ნუ რეალურად დროის გასაყვანად ტვინის გასათიშად რა ვიცი კარგი რაღაცა აღმოვაჩინე ეს coping mechanism-ი ვიპოვე. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ბავშვობაში ვერ ვიტანდი ბისერებით, ვერაფერს კეთება, ვერაფერს მე ბავშვობაშიც მეყვარდა და ნერვები მეწყდებოდა. ეხლა მსიამოვნებს ეს რაღაცები ასე, კაი არა ვიტყვები არა, არ მეყვარს. კაი არა, მე მსიამოვნებს არა უშავს. რაც წვრილია და უნდა გაუყარო და ის არ შემიძლია რა.
არა, ჩემი თემა არ არის. დღეს უნდა გავიხსენოთ, როგორ იყო ჩვენი გოგოობა ამ საუკუნის 10-იანი წლების მიდამოებში. ანუ გავიხსენოთ ჩვენი პრე-თინეიჯერობა, თინეიჯერობა და მოკლედ ის პერიოდი, რაც გავლეთ, რომელიც ძალიან გავქრინჯავს ამ უბრალოდ ნოსტალგიაში მოგვიყვანს, ნახოთ, არ ვიცი. და პირველი კითხვა გვაქვს ასეთი. თათია, მინდა გაიხსენო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი fashion ტრენდი მოდის ამბავში, რომელიც მაგრად ჰქონდა ათვისებული და ძალიანაც მოგწონდა. ღმერთო, აი სანამ დაამთავრებდი შეკითხვას, ეგრევე მივხვდი, რაც უნდა, ანუ ეგრევე ამოტივტივ და ეს იყო ჯერ ვიტყვი ვეძახდით დაბალწელიან ჯინსებს, მაგრამ მოდი რეალურად შევხედოთ მიკროწელიანი ჯინსები იყო. აი მარტო ზმეიკა როგორ არის ელვა შესაკრავის ადგილი იყო და ისიც ამხელა იყო, ოღონდ მართლა აი ძალიან დაბალწელიანი ჯინსები იყო და ძალიან ამაყად ვატარებდით ყველა მათ შორის მეც. სუდად ხვდები ეხლა რომ ნელ-ნელა ძალიან ნელა იწყებს ისევ. არა, აქტიურად, ანუ ვისაც ეგ აი ეხა დაბალწელიანებს რასაც ეძახიან, ნინი ეგ არაფერი არ არის. ნახე შენ არ ვიცი ურთიერთობა გაქვს თუ არა იმ საზოგადოებასთან, მაგრამ მე გულისხმობ TikTok-იდან მაქვს ეს ჯენზი ახალგაზრდობას, რომელიც ძალიან ალტერნატიულ მოდას მიმართავს და ტესტავს სხვადასხვა რაღაცებს და ძალიანაც მოსწონთ ეს 2000-იანების პარის ჰილტონის და მსგავსი თემები შესაბამისად მიკროჯინსებით. კი, ძალიან აქტიურად ხდება. საით სუდად მხდეს. მე სხვა შორის ძალიან მომწონს ლამაზ მუცელზე, აღარ მე ვერასდროს ვერ. მე არც მწმია, იმიტომ რომ მე არ მქონია ეგ ეტაპი. ანუ ჩემს თინეიჯერობაში არ იყო ეგ. კი, და მაგიტომაც. ეგ იყო. ეს იყო რაც მართლა, ანუ ეხა რო ვიხსენებ, მგონია რომ აღარასდროს ჩავიცმევ. თუ არასდროს თქვა არასდროს თალკე თემაა, მაგრამ ანუ მართლა მგონია რომ აღარასდროს ჩავიცმევ ეგეთ. ნუ აღა თუ ხალხო უცებ აღმოჩნდა რომ 8 კუბიკი გამომიჩნდა მუცელზე თუ რაღაცა ლორდი როგორც დაბრუნდა ეკრანზე. კი, შეიძლება მაგ დროს შეიძლება პროსტა გამომარიაჟების და გამომზეურების მიზნით შეიძლება, მაგრამ ეს აი რაც აი მართლა ცოტა მეკრინჯება ეხა რომ ვუყურებ. დალშე როგორც წეღან ვახსენე, ჩემი ლამაზი ვანსები, ნინის ლამაზი კონვერსები. არ მოვწევ ფეხს. სიტყვაზე მენდეთ კონვერსებია ლურჯი. ბენსიმონები, რომელზეც გიჟდები, ისე მიყვარს და მე მგონი მაინც ვიყიდით, ან იქ რო შეგხვდა ჩამრჩა გულში. ეგ ისტორია არ მოგვიყოლია და უცბად მოვუყვები, რადგან ბენსიმონებზე არის, მოკლედ ჩემთვისაც ანუ ეგ გადაკვეთა გქონდა რა ბენსიმონების ამბავში და ჯერ საერთოდ არ ვამბობ 2016 წელს და რაღაცა 2012-13 წლებში ბენსიმონის ქონა რა სტატუსის მომტანი იყო ვაკის ტერიტორიაზე. ეგ მერე გავრცელდა უკვე პერიფერიებში თუ არა ვაკის ტერიტორიაზე. მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ანუ ბევრი ძალიან ემოციური რაღაც უკავშირდება ჩემთვის ბენსიმონებს. ჯერ ამდენი წყვილი მქონდა და როგორ ანუ მაგას თავი რა დავანებოთ. მართლა გულით მიყვარდა რა. მეც მთელი გულით მიყვარდა. საფხულთან და ბევრნათელ დღესთან ასოცირდებოდა და პირველად თათია რომ გარეთ ვნახე, ან მეორედ ან მესამე სადღაც რო წავედით, ვიყავით ცენტრში და წავედით მეორეული ტანსაცმლის გამოფენაზე, რომელიც სტარტდებოდა ერთ-ერთ ყველაზე ლაქშერი სავაჭრო ცენტრში. პირველ სართულს ვუყურებ ფანჯარას, ვიტრინას და ვხედავ ერთმანეთზე დახვავებულ ფერად ბენსიმონებს. ანუ უცბად ისე კარგად დამათრიგერა, ძალიან ცუდად გავხდი, კინაღამტირილი ამიტყდა, მაგრამ რა დავინახე ისე მესიამოვნა, რომ მართლა დავფიქრდი, რომ ხო არ ვიყიდო თქო კიდე. მეც აი იმის მერე მხრხნი ისე გიდეა, რომ ხო არ ვიყიდო. მაგრამ მე ჩემო ნინი მე ასაკის გამო ეხლა ცოტა კომფორტულ ფეხსაცმელზე ვარ გადასული და ბენსიმონი მაშინ რო კომფორტული იყო, ეხლა მე ბენსიმონი 12 კილომეტრს დღეში ვერ გავივლი. ნუ არაფერი ვაფშე ძირი არა. არაფერი არა აქვს. ზაფხულში მემაზე მithumetes მიწაზე ეს რო ცხელდება, მიწეპებულ ვარ. მართლა გეუნები. ხო, თბილისის სიცხეში გაგიჭირდებოდა. საერთოდ ნეიროშევიდექი, კაი, ხო იცი, ნუ მთელი ზაფხული რა საკეთებს სხვადასხვა ეზოებში, აბირჟავებს საზიბრად. კი. და მივეწებე აშკარად რა, იმიტომ რომ ფეხი საძრობა, მაგრამ გამიჭა მე მგონი ნეროში ვიყავ. ხო, ამ სადღაც რომელიღაც იმაში, ამ 50.
და მაგის მერე ძალიან ფრთხილობდი მართლა ოღონდ რა ეს მზე სადაც ხვდება და იქ არ უნდა ეხა რა გამახსენა კიდე იცი? იზაბელ მარანტავე. ანუ არ ვიცი მოგწონდა თუ არა, სორი თუ არ მოგწონდა, მაგრამ ანუ გული მერეოდა ყოველთვის მაგების დანახვაზე. ახლაც ხო შემენდის თავიდან. ძალიან სიმახინჯეა ხალხო. ან თუ ბედნიერებას განიჭებთ და თქვენ ცხოვრებაში სიხარული შემოაგ დაეგეთ ვთქვათ. შვიდობის მტრედი ნინი მახინჯობა. ნუ არა ვიღაცა იხდა. მართალი ხარ, არა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ვისაც მოწონს, ვისაც რა მოწონს ის უნდა. მაგაზე არ მქონდა პრობლემა. ანუ ჩვენ გარემოცვაში ხო ეგ სტატუსის თემა იყო. ჯერ პენსიონები თავიდან 1 წელი. მერე იზაბელ მარანტავე და ძალიან აქტიურად იყიდებოდა აბაშიძე პეკინის ბუწიკებში ძალიან ცუდი პატენტები. ზოგადად პატენტების თემას რატოც არ ვცემ პატივს, ვაფშე საერთოდ სხვა ახსნა აქ და იმიტომ არა რომ აი რაღაც გონიმობა თუ რაღაც არა ძალიან არ მიყვარს ის კი არა ზარა რომ სხვადასხვა ტრენდულ რაღაცებს იპარავს, ეგეც არ მსიამოვნებს რა. ანუ ვაფშე სხვა დატვირთვა აქ ჩემთვის. მაგრამ იმდენად ცუდი პატენტები იყო, ანუ ხარისხზე გეუბნები ფეხსაცმელი რო რავი რეზინისგან არის და სუნს რო გრძნობ იზაბელ მარანტებზე რეზინის სუნს ანუ ეგ არ მომწონდა ძალიან ის რო ის ვიღაცა გიждდება და იზაბელ მარანტებზე ეგ ძალიან ოკეი იყო ჩემთვის, მაგრამ იმის გამო რომ უბრალოდ ეს სტატუსი შეეძინა და როცა საშუალება არ ქონდა და ოჯახს აიძულებდა რომ ეყიდა რაღაც ცუდი პატენტი რომ ფეხისთვისაც ცუდია, ანუ ჯანმრთელობისთვისაც ცუდია. და ნუ კიდე ბევრ ცუდ რაღაცას ყვებავს ზოგადად. კი. მსგავს პროდუქტში ფულის გადახდა. ბავშვები ვიყავით რა ვიცოდით, უბრალოდ იზაბელ მარანტები უნდა და ვიღაცას, მაგრამ მაინც თუ გინდათ რა ვიცი ჩამქოლეთ ძალიან მახინჯობა. მე ჩემი უნდა ვთქვა. აი ნახე ბირკინის ფული შეიძლება მქონდეს ოდესმე და იმედია მექნება, მაგრამ არ დავიჭერ, იმიტომ რომ არ მომწონს. ხო, აი ეგ მომენტი არის. იზაბელ მარანტის ფული შეიძლება მქონდეს, ხო, მაგრამ ნუ არ ჩაიცვა. არასდროს. ძალიან ოკეია. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება გავიღვიძა 1-45 წლის რო ვიქნები და მომეწონა შარავიმე. მე სადმოდი ვარ. მაგიტო არის რომ ვერ ვიძახი, აი ძალიან დარწმუნებით რაღაცას რა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება 50 წლის ასაკში აღმოვაჩინო რომ ჩემი საყვარელი ფეხსაცმელია იზაბელ მარანტი. ჩაიცვა და იქ გამოშტერდა ისე მოგიხდეს და ისეთი კომფორტული. და всё ჩემი იყოს და ჩემი statement piece იყოს რა, არ ვიცი, კაი ვატრაკებ. მაგაზე არ გაგიტრაკებ რა რაიმე, იმიტომ რომ მართლა რა რასაც ხალხო, აი ლაბუბუ შემოაქვს თქვენ ცხოვრებაში ბედნიერებას სინათლე ატარეთ. ხო, კი, ანუ მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, კი. მე მგონი ძალიან სერიოზული კოგნიტური დისონანსები მაქვს აქ რომ მოვდივარ ხოლმე ძალიან დიდ ბოდიშს ვეხდე. მე რა გავიხსენა, პირველი რაც მახსენდება, მეგობრებო, გაითვალისწინეთ ვარ 26-ის ჯერჯერობით, გადავხედოთ ჩემს 2010-იან წლებს, Disney Channel-ის ამბავია რომ შესაბამისად მთელი ჩემი გარდარობი ნაკარნახევი იყო პირდაპირ Camp Rock-ით, Hannah Montana-ი სელენა რო თამაშობდა ისინი რო იყვნენ ვიჩები, კი, და ნუ მსგავსი პოპსტარებით რა. შესაბამისად, რას აღმოაჩნდა ჩვენდით ნინის გარდარობში? დაახლოებით 10 სხვადასხვა ჟილეტს, ხო ხვდები რომ ჟილეტებს კი, ზუსტად ვიცი, თეთრ მაისურზე რომ უნდა გეცოს. კი, ანუ თან ჯინსის იმის ამის ორკვეველი სიგრძის მაისურებს. კი, აი სადღაც ქვევით რო ჩადის. ოღონდ თან მთელი ცხოვრება ანუ ჩემი აგებულების კომპლექსი მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა წონაზე რა, ანუ ბავშვობაში კიდე უფრო ძიმედ იყო ეს ამბავი. და მან მეგონა რომ აი ორ მაგდარს გაჩენდა? ორი კურდღლის დაჭერის ამბავი იყო რა, თან მოდაში იყო და თან ვითამ გვერდებს და მუცელს მალავდი თუ რაღაც. არა და დიდი ტანის ამასე კიდე უფრო დიდს გაჩენს წეს. ეხა მაგაზე დავამატებ რას იცი? აი მაგ აუთფიტზე რაც მოყევი. ზემოდან კიდე დიდი მსუქანი კამარი. არასდროს არ მქონია კამრებს ვერ ვიტან, მაგრამ მესმის ხედვა მესმის. ხო ხდები რომელზეც ვიძახი, ეგეც ძალიან თემა იყო მაგ პერიოდში. ასევე ბრჭყვიალა, გაურკვეველი მოსაცმელები და ეხლა ძალიან მომწონს ვერ მოგატყუოთ. არანაირი, მართლა არანაირი დანიშნულება არა, გარდა იმისა, რომ ლეიერინგი გქონდეს. ისინი კი არ იყო მარტო ბრჭყვიალა მოსაცმელები, ნაქსოვი ჟაკეტები, ბოლეროები. კი, ბოლეროები. აი გაურკვეველი აქ ჟაკეტის დანიშნულება უბრალოდ ვინმე მომიხსენით. კაბებზე უნდა ჩაგეცვა, აი ცოტა ფარფაშა ისე უბრეტელო ან ბრეტელიან კაბებზე. ძალიან ტრენდული იყო თუ მოდაში იყო თუ რაც გინდა დაარქვით.
წელის ნაცვლად მკერდის ქვეშ რო იყო სარაფნები, ანუ ჩემი დისკორწილში მეცვა ზუსტად ეგრე შეკერილი კაბა რა იმ მკერდის ქვეშ სადაც ოდნავ არის შეწყება გაშლა მე იქ მქონდა თან კამარებით ყვავილები თუ რაღაცა და აი ეგეთ სარაფნებზე და კაბებზე იყო ეგ ბოლერო მოსაცმელები. აუ ეხლა ბურძგლს. სხვა არ მემახინჯება რა შეიძლება ეხლა არასდროს არ ჩავიცვა, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მესაყვალება. იმდანად კომპლექსი არ გქონდა ამ სიფერადის და სიბჭყვიალის და ამბების, აი ბევრად იასამნისფერი ბოლერო მქონდა. მე ეს იასამნისფერი ბოლერო რაც მქონდა, მაგას მოყვებოდა თავისი ჩემმა ბაბუშკამ მიყიდა იტალიაში ეგ ესა დვოიკა ორეული. ესეთი როლინგიზე და იყო უმკლავებო და ეს რაღაც გაურკვეველი სიგრძის რა და ზემოდან ქონდა ეს აი იღლიაში დამთავრებული ბოლერო. ძალიან ჰანა მონტანოფიო. ძალიან. აი ძალიან. ოღონდ ანუ თან მაშინდელი თათიასთვის ცოტა weird და wild იყო, იმიტომ რომ ძალიან ემოტივშა ვიყავი მაგ პერიოდში. მე შეიძლება ეხლა ჩავიცვა ეგ რომ მომცე ჩემი ზამა, ოღონდ მართლა. ვაი მე კი არ ხალხო რა შემოიტანეთ ჩემს სფერო. ამ რა ვქნა ეხლა მე რაც მეცვე თქვენ თუ გონიათ ამას სულ მოწონს, ნუ როცა მოწონს მეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის რა მაცვია, რაც მის გემოვნები საერთოდ არ ჭდება, მაგრამ ხო, ანუ ეხლა სხვადასხვა გემოვნება გვაქვს, მაგაზე არ არის კაცო პრობლემა. ერთი წამე. ეხლა მადლიერი იმაზეც იყავი, რომ მე რო სკოლაში მივდიოდი მაგ პერიოდში არ მიდიოდი შენ სკოლაში, იმიტომ რომ მაგ დროს ხალხო, აი ვინც ჩემხელები ხართ, ყველას გაგახსენდებათ აუცილებლად, სადღაც ბნელ კუთხეში აუცილებლად გაგახსენდებათ ლურჯი ველვეტის ან კაბა მთლიანი, ან ორეული ზედა ქვედა. აი ესეთი, ანუ სკოლაში 1 სექტემბერს წასასვლელი ზმანი იყო ეს გამზადებული და კლასში ყველას ეცვა მე. მეც აი თუ გამოიცნა პირველ დღეს სკოლაში რა მეცვა. ერთიც დაგაქვს დიდი ხანი რო არ დავუთმად. არ ვიცი, იმიტომ რომ მარტო ჩემი მიტრიალებს თავში. მინი ვარდისფერი იუბკა და ზუსტად იგივე ნაჭრის და ფერის ჰალსტუხი მეკეთა თეთრ პერანგზე და ზუსტად იგივე ფერის ვარდისფერი აბადოკი. აბადოკი არ მახსოვს მეკეთა თუ არა, თეთრი ულამაზესი მაკრამეებით მოქარგული პერანგი მეცვა, ეს მრგვალი ყელი ქონდა, ძალიან კარგად მახსოვს ეგზე და გიჟდებოდი ისე მიყვარდა. და ძალიან ფრიალა მოკლე იუბკა მეცვა. კაი, ახლა გამოვაღოთ უჯრები. აქსესუარებს რაც შეეხება აბადოკები მქონდა მილიარდი, მაგრამ მაგ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო, ვისაც გახსოვს, პლასტმასას. სხვადასხვა აქსესუარები და ძირითად შემთხვევაში დიდი სამაჯურები. რომელშიც ხელი მეკვეტებოდა და მაგის მოძრაობა იყო, რა ვიცი, ჩემთვის მაური მაგისი? აი ერთმანეთს რო ეხეთქებოდა. არ ვიცი, საშინელება და ყვითელი კოპლებით რაღაც. მერე უკვე ნელ-ნელა წამოვიდა statement დიდი ყელსაბამები, ბუები იყო ძალიან თემაში. რა იყო ვაფშე? აზეა, რო ოღონდ ბუების საყურეები მქონდა, ბუების ყელსაბამები მქონდა, ეს გრძელი კონწიალა ყელსაბამები რო იყო. ორნაირი ბუების საყურეები მქონდა, ეხა გამახსენდა, ერთი იყო ოქროსფერი, მაშინ ოქროსფერს ვატარებდი. არ ვიცი. და მეორე იყო ვერცხლისფერი, ანუ მაშინ ვაფშე ყველაფერი მეკეთა, რა ვიცი, მომწონდა მეკეთა მორჩა. კიდე რა იყო მაგ პერიოდში? გალაქტიკის პრინტი. გალაქტიკის მეკეტები მქონდა. ამბობ სადღაც 2012. ზუსტად ვიცი 12. იმიტომ რომ მაშინ იყო Forever 21-ი ცოტა ძალიან ბუმში და ახალი დამოღამებული მქონდა, მე თვითონ გამოწერა და ყველას ახალი დამოღამებული მქონდა საქართველოში ვაფშე რამის გამოწერა მე მგონი. მან დედან გამოწერა, სხვა შეიძლება კარგი ხარისხი იყო და ახლა მიყურს რანაირად კეტები სულ გალაქტიკის პრინტით. დღემდე არსებობს სადღაც ისე ვაფშე ხელშეუხებლად სამჯერ. გალაქტიკის პრინტით ძალიან თემაში იყო, მართალი ხარ. არა ის სკოლის პერიოდში იყო ჩუტყვავილები გახსოვს შენ? ოღონდ მაშ პატარა ვიყავი. შენ პატარა მე ვიყავი ალბათ მე-6 მე-7 კლასში დაახლოებით. ჩუტყვავილები იყო ზუსტად Rebel Way რო ჯერ კიდე პირველად გადიოდა ტელევიზორში მაგ პერიოდში. კი, ესე იგი სადღაც მე. და ჩვენ საკანცელარიაში იყიდებოდა ძალიან ბევრი და ძალიან ლამაზი. უკან რო იყო საკანცელარიო? მაგას არ გულისხმობ, ფალიაშვილზე ჩვენ საკანცელარიაში. კი. ანუ გოგოები სულ მანებიურებდნენ მაგიმეებით ჩუტყვავილებს როცა მივიდოდი ხოლმე არჩიერობლებიც გინდა და თან წინ ქონდა ძალიან დიდი არჩევანი როგორ მახსოვს თან მწხვენოდა ხოლმე თან რაღაცა უცნაურ იშვიათ ფერს თუ დავინახავდი მინდოდა თან არ მინდოდა რაღაცა ხამად გამოვრჩენილიყავი იმიტომ რომ ოჯახში გაზრდილი ვიყავი და ანუ აი
მაგრამ ახსოვს ტელეფონი მქონდა აჭრელებული მეც. მაგნებით და ერთხელ გავადრე ვაფშე მეტალის ჩუტყვავილა რომელიც ჩამოვკიდე ტელეფონზე. კი, გასახსენებლად ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება კიდე ასე რომ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ახლა შევეხეთ beauty ტრენდებს, აღარ აი ისეთ რაღაცა არ ვიცი, beauty hack-ებს, რომელიც ახლა მაგრა cringe-ს, მაგრამ მაშინ ძალიან თავაწეული ატარებდა. ვაიმე რომელი ერთი გავიხსენო. კაი, ერთი თემა, ოღონდ 2010-იანებზე მეტად უფრო 2000-იანებში იყო ეგ თემა. მაგრამ ეგ მახსენდება. იყო რუჯის ნაცვლად მუქი ფერის ტონალურის წასვლა. Okay. და ეს ხდება ხალხო ალბათ მე-5 კლასში თუ მე-6 კლასში თუ მე-7 კლასში, ანუ აი ძალიან პატარები რო ვიყავით და რა თქმა უნდა არ ვიცოდით არავინ წასმა ტონალურის ნორმალურად და თელ სახეზე ერთი მთლიანი სტაფილოსფერი გვესვა ყველას, აი ვაფშე ყველას და აი აქ ესე ზოლად რო რჩებოდა და მე აქ ყელი თეთრი რო რჩება თუ რაღაცა. ეგ იყო. და ნუ ჰეკი იყო რა, რომ აი ზაქარი მაგ თუ რაღაც თან ანუ რო არ იმჩნევ, რომ გისვია სტაფილოსფერი რაღაცა. და აი ოდნავ ვიღაცა თმაზე უნდა მოგქაჩოს, რომ უცბად თეთრი თავით მისდირები გამოგიჩნდეს. ძალიან საზღვრობა იყო, აი ეხა რომ ახსენდება. და მეორე იყო კიდე ნუ ჰეკი იმდენად არ იყო, რამდენადაც ტრენდი იყო რაღაცა წამნახევარი ალბათ. ძალიან მიხარია რომ მალე გაქრა. ჩოლკა თუ წინამო თუ რა თქვია. რაც გენერა მე ჩოლკას ვეძახე. ჩოლკა არის რავი რა. ეს ჩოლკა უნდა გადაგეწია უკან, ცოტა ამოგებურცა. აი ესე რა. და აქ ნივიძიმკით უნდა დაგემაგრებინა. და ანუ აი აბიომი არ ჭირდება და კი, ანუ მაგაზე უყურე, ვისაც ჩემნაირად სწორი თმა ქონდა, ყველა ვჩალიჩობდით, რომ რაღაცა ცოტა მოცულობა მიგვეცა ამისთვის, იმიტომ რომ ბრტყლად გადადიოდა ჩვენ შემთხვევაში რა. ვისაც ცოტა ხვეული თმა ქონდა, ან არასლიკინა თმა ქონდა, იმათთვის გამოდიოდა იდეალური, აი კოხტა ბორცვი გამოდიოდა ხოლმე ესე და ანუ აი ძალიან საშინელება იყო და მიხარია რომ ცოტა ხანი ვიყავი ამ ყველაფრის მსხვერპლი. კაი, გასახსენებლად შენ ძალიან მითხარი რომ არ საყვარელი გახსოვს რამე ეგეთი? სიმართლე რა გითხრა? იმიტომ შენ აშკარად უფრო მეტი რაღაცები გახსოვს. ნუ, ანუ თემა ის არის, რომ მაკიაჟის გამოყენება დავიწყე ზუსტად მახსოვს მე-10 კლასში, იქამდე, ანუ ტუჩსაცხის გარდა ძალიან მიყვარდა გემოიანის სხვადასხვა ბლესკებს რო ვეძახდით ბავშვობაში. მაგის გარდა საერთოდ არაფერი არ მქონია სამწუხაროდ, რატო არ ვიცი არა და ფანარი ძალიან მაკიაჟი. მე მაგ პერიოდში შავი თვალის ფანქარი იყო ჩემი go to გამზადებული. მე-10 კლასიდან დაახლოებით პირველი კურსის ჩათვლით სამ რაღაცას ვატარებდი როგორც მაკიაჟი. ცოტა უფრო გადასულ ტუჩის ფანქარს, რომელიც ახლა ამ გადმოსახედიდან არ მომწონს არ ვიტყვი, ანუ ძალიან ცუდად არ მეტყობოდა, მაგრამ ანუ ქალოია იმას მადლობა. მარტო ფანქარი. ანუ აი, მაგას არ ვაკეთებდი. Overpaint. ანუ ვიდიდებდი ტუჩის მოცულობას და კარგად გამომდიოდა სხვათა შორის, ანუ ასე შესამჩნევი არ იყო, რომ 7 ხურზე მეცვა თუ რაღაც რა, აი Kylie Jenner-მა შემოიტანა, კერტა Kendall რომელია? Kylie-მ შემოიტანა ეგ ამბავი 2014-დან 16 წლამდე. მაგას ვაკეთებდი და ამ გადმოსახედიდან იმიტომ არ მომწონს, რომ უბრალოდ მგონია რომ ძალიან ანუ აი ქალურობის მიზრდი და ასაკს. შეიძლება ასაკს მე მაგ პერიოდში ზუსტად უნივერსიტეტის დროს აი 11-12 წლები და ცოტა კიდე იქით ხო იმდენად მძიმე და საღამოს მაკიაჟით დავდიოდი ხოლმე ეხა ტუში რომ ისვია თქვენი დამსახურება იმიტომ რომ ანუ ჯერ მაქსიმუმი მაკიაჟია ეს. მე ძალიან მიყვარს მაკიაჟი, აღარ მე მაგ ჩემი საზღვრები, ტონალურს არ ვიყენებ მაგალითად, მაგრამ ბევრ სხვა რამეს ვიყენებ. მაგაზე მე გავაგრძელოთ გვაქვს თამაში, მაგრამ ხო. ამ გადმოსახედიდან ეგ იყო თვალის ქვეშ ფანქარი როგორც აღნიშნე და ლასტოჭკები. ოღონდ ლასტოჭკებს არასდროს სტრელკები. ხო რა. ხო ვინ რას ეძახი? ეხლა ლასტოჭკებს ვეძახი, იმიტომ რომ მეცინება ცოტა. რა ვქნა, იმიტომ რომ რაღაცა ესეც მექალოიება ძალიან რა. თან იმას საკში რატომ გინდოდეს 16 წლის გოგო გავდე 26 წლისას, როდესაც ეხლა მინდა რომ მე ვგავდე 18 წლისას თუ რაღაც. მოკლედ. ანდა არასდროს არ ვიყენებდი.
eyliners დღემდე არ მაქვს. ოკეი. იმიტომ რომ ანუ მატოვიც კი რაღაცნაირ არ ამატოვ შედეგს მაძლევდა სულ და არ მომწონდა. მაგრამ ამ გადმოსახედიდან არ მომწონს. და მესამე თემა რა იყო? რას ვისვათ? არა, სამი ვთქვი. ხო, სამი გამოვიდა. ეგ იყო მთელი ჩემი მაკეის ამბავი. ამ გადმოსახედიდან მქრინჯავს ის რა ასაკს მეტავდა უბრალოდ ძალიან. სხვა ანუ უბრალოდ შანსი არ მქონია რომ ბევრად უფრო სანანებელი რაღაცები გამეკეთებინა, იმიტომ რომ არ ვიყენებდი მაკიაჟს. აშკარად არც მე. აი კონტურინგი რო დაიწყო მე 2016-ში. ძალიან არ არის ჩემი საქმე, აი ხა მაგისი ნერვი არ მქონდა და ერთი ოდნავ ვისწავლე აი რა ქვია ყრიმალების ამოწევა. ხო, ან დაჭრდილვა ამ ტერიტორიების. ერთი ეგ იყო და ნუ კონსილერი ვცადე მილიონჯერ, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ჩაშავებული თვალები მქონდა და ანუ ვერასდროს რომ ის ეფექტი ვერ მივიღე რაც მინდოდა რომ აი არ მეტყობა რომ რამე მისვია გავანებე თავი იყო და აი ყველა ვნახოს რომ ღამე ცუდად მძინავს თუ რაღაცა მე ძალიან მომწონს sleepy eyes ძინარე თვალების და დაღლილი თვალები ქალებსაც კაცებსაც ზოგადად კი არა ძალიან მომწონს მართლა ძალიან მომწონს კარგი, გადავიდე შემდეგ თემაზე. შემდეგ კითხვა იქნება ასეთი და უცბად შევეხოთ ამ თემაზე. ჩემი აზრით შეიცვალა თუ არა საერთოდ beauty სტანდარტები. ითამაშა თუ არა მცვლილებაში როლი სოციალურმა, როგორც არის სიტყვაზე TikTok-ი, Instagram-ი და ზოგადად რა დამოკიდებულება გაქვს ამ თემასთან მიმართებაში? იცი რა არის? ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი აზრით ყველანაირმა სოციალურმა, თუნდაც Instagram-მა მაგალითად რო დავიწყოთ. Instagram-მიდან წამოვიდა ეს body positivity-ის მომენტი, მან გამოჩნდნენ პირველი plus size მოდელები მაგალითად, ზოგადად Instagram modeling-ი, როგორც ცალკე მიმდინარეობა ჩამოყალიბდა. იქ დაიწყო ხალხმა ცოტა ღიად საუბარი ან ჩვენება რაღაცეების მაგალითად, ჩემი უსაყვარლესი, არ ვიცი, ტრენდია თუ ცვლილებაა თუ რა დავარქვათ, სტრიებთან და ცელულიტთან დაკავშირებული თემა. ანუ სტრიებზე ყოველთვის მქონდა მე ჩემი უბრალოდ არასდროს ხმამაღლა მაგას არ მომობდი, იმიტომ რომ მე რაღაც მცხვენოდა, არ ვიცი რა. მაგრამ ყოველთვის მომწონდა სტრიები, ძალიან მელამაზებ. აი ეხა ეს რო თქვი ეგრევე გამახსენდა რა. Instagram-ზე ერთი შოპი იყო არ მახსოვს ქართული იყო თუ არა სამწუხაროდ მაპატიეთ თუ ქართული იყო რომელიც აკეთებდა თაბაშირის პატარა ქალის ფიგურებს რომელსაც ოქროსფერი საღებავით ჰქონდა დუნდულებზე, წელზე, ისეთ აქტუალურ ადგილებზე სტრიები დახატული. ისე მომწონდა, დღემდე მომწონს. დაჟე ერთ პერიოდი მქონდა იდეა რომ მეთქი სტრიები თუ იქნება რამე საშუალება, ტატუთ ხო არ გავიკეთო მეთქი ოქროსფრად, ხო რა? ოქროსფერი რა ვიცი არის? არა, უნდა დაიხატოს ფერი. ანუ ოქროსფერი როგორც ესეთი არ არის, იხატება სხვადასხვა ფერების კომბინაციით, თავის ბლიკებით და რაღაცეებით და მასე გამოდის ოქროსფერი. უნდა დაიხატოს ესე ცალკე ფერი ფერად, ტატუ ფერი, რა ვიცი, თუ არსებობს, შემისწორეთ და დამიწერეთ. ნეონია იქნება იყოს რამე ეგეთი პიგმენტი. შეიძლება, просто ну უეჭველი მეტალის შემცველი იქნება და რამდენი ჯანმრთელობისთვის კარგი იქნება. რამე სხვა მოიფიქრო. კაი, სხვა რამეს მოიფიქრო. ხო და იმას ვამბობ, რომ მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია. მერე უკვე TikTok-მაც მაგალითად, ხო? TikTok-ი ისედაც არა მარტო beauty სტანდარტებში, ზოგადად მაგრა დაგვეხმარა პანდემიის პერიოდში. ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგ დროს გადმოვწერე და მე მაგრა მომეხმარა აი 24 საათიან სიყრუვეში ძალიან მომეხმარა გონზე მოსვლაში და ცოტა გარე სამყაროსთან ურთიერთობაში. შენც იგივე დამოკიდებულება გაქვს ამასთან მიმართებაში? იცი რა არის? მედი მოვყვეთ ასე, ყველამ ვიცით რა ხდებოდა 90-იანებში და როგორი ტოქსიკური საშინელი არაჯანსაღი დამოკიდებულება იყო ქალების ხელთან მიმართებაში. და ვითომ ეგ ამბავი გავიარეთ. მე თითქოს 2000-იანების დასაწყისში საერთოდ ეს ბოდი სტანდარტები მიყუჩდა, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, ახლა აქამდე ვლაპარაკობდი ძალიან მონატრებით და ძალიან ტკბილად და ისა, მაგრამ ახლა გაბრაზებულმა უნდა ვილაპარაკო. მე გავიარე 2012, 13, 14, 15 წლები, სადაც მომიწია თინეიჯერობა და როგორც ვახსენე, აქტიორი ვიყავი Tumblr-ზე, ანუ მაშინ იყო სოციალურები Tumblr-ი, WeHeartIt და ძირთადად YouTube-ზე კიდე ვლოგერები იყვნენ და არა ქართველი.
ჩვენი მთლიანი ესთეტიკა იყო შექმნილი იმის ირგვლივ, რომ nothing tastes better than skinny feelings. არ მინდა რომ ვინმე დაგათრიგეროთ, არ მინდა რომ რაღაცა, დღემდე მოგყვება ამ თაობას და ახალ თაობასაც ისევ აქ ეს საშინელი თემები ჩაბეჭდილი ტვინში. ბევრი ფილმი გადაიღეს ნამდვილ ამბებზე სხვათა შორის eating disorder-ის ირგვლივ. ძალიან ბევრი კომპლექსი შეგვემატა, ერთმანეთს ვუზიარებდით, ძალიან ბევრ არაჯანსაღ ტრიქებს ვწავლობდით, ამას ბორდებს ვაკეთებდით, ხალხო ვლოგები გქონდა, ბლოგები გქონდა, ამას ვისრუტავდით და კაცი შვილი არავინ არ გვაკონტროლებდა. ერთ წამი, რო ვლოცავდით ხალხს, რაღაცა ახალი დიეტის მოგონებას და გამოყენებას, ოღონდ დიეტაზე ხო ხვდები რა? მაწონში ყავა ჩაყრილი და ლიმონის მჟავა და რაღაცა. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გვაქვს 200,000 დიეტა თავის სახელებით. პოლიტიკოსების სახელების, სუხიშვილების, ერისიონის დიეტა, იმის დიეტა. ქულებს რა ითვლით მაგას რა ერქვა? არ ვიცი, ქულების დიეტა ალბათ არ მახსოვს. რაღაცა ვიღაცის დიეტა, პროფესიების რავი. დიეტა G იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვებგვერდი, ფორუმ G რა იყო იმ პერიოდში ზუსტად მახსოვს. შეიძლება ახლა რაც გლობალურად დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ საქართველოში ძალიან ცუდად იყო საქმე. მე თვითონაც ძალიან ბევრი ბულინგი გამივლია, შეიძლება სხვაც დამიბულინგებია წონის გამო, მოკლედ რა, იყო უსაზიზღრესი დამოკიდებულება და მე მგონია რომ რაღაცები ცუდი კი მოგვიტანა სოციალების გააქტიურება და ახლების შემოსვლა, მაგრამ მოგცა უფრო მეტი ადგილი, სადაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ თემებთან დაკავშირებით ღიად, ჯანსაღად, ნაკლები განსჯით და ნაკლები შიშით და ნაკლები კომპლექსით. უფრო ფართო საზოგადოებასაც მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, მარტო ორი და ქალის ხედვარ ჭორობთ, სხვა თემა, თუნდაც სადაქალო ვისხდეთ, სხვა თემაა და იქ ხედა ვინმე plus size models და უცბად უყურებ და აქვს 500,000 ლაიქი და იქ კომენტარებენ რომ უამაზესია და შენც უყურებ და უამაზესია. შენც უყურებ და უამაზესია და სარკეში რა იყურები მომენტში რომ გაიხედო, იმდენად აღარ გემახინჯება შენი თავი როგორც 15 წუთის წინ. ხალხო, ძალიან კარგად ადამიანებს შეგვიძლია რომ ყველა პლატფორმა რაც გაგვაჩნია გამოვიყენოთ საერთო სიკეთისთვის, იმისთვის რომ ბედნიერები ვიყოთ, სხვას ინსპირაცია მივცეთ, სხვისგან ავიღოთ და რთულ პერიოდში გავინათოთ გზა და არა ის სიბოროტ რაც ზოოპარკი რაც ხდება სიტყვაზე Facebook-ზე რაღაც ვიდეოს კომენტარებში. და მარტო ქართველებს არ გვაქვს ეგრე. მოკლედ ამოვიქოქე და ახლა სანამ გაზრჩავთავ. კარგად მოიფხანა გული. და ჩემი მოსაფხანით მოიფხანა, მინდა გითხრა ნამდვილად. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. რამდენიმე შენ ცხოვრებაში მიღებული გადაწყვეტილება გამიზიარე, რომელიც თმას ან მაკიაჟს ან რაღაცას ეხება, რომელსაც მაგრანანობ. ფოტოები მინდა აღონთ თან. ფოტოებს ოდესმე თუ მოვქეკავ მართლა გაჩვენებ. თუ იმდენად მენდობი რომ ვაფშე არ მაქვს პრობლემა განახებ, სადაც ქუჩაში გავდიოდი ვარცხნილობები. მოყავე. კამეში. უფრო ალბათ ღრმა ბავშვობაზე მაქვს საუბარი. 10 წლის რო ვიყავით რაღაცა. ძალიან ტრენდული იყო. ან თუ ხუჭუჭა გქონდა თმა გასწორება თმის და მე რადგან სწორი მქონდა, მე საპირისპიროდ მინდა და ყოველთვის დახუჭუჭება, მაგრამ არაფერი არ შველო და არასდროს ამ ჩემ თმას. რამდენჯერაც არ უნდა სალონში წავედით, ახლა მაშინ ამას ასე ხაზგასმით, იმიტომ რომ მაშინ სალონში პროსტატა თმის გასაკეთებლად არავინ თუ არა მე არ დავდიოდი ყოველ შემთხვევაში. და იყიდებოდა ეს თმის უთოები რო იყო გახსოვს? მანამდე იყო კიდე სანამ ეგ თმის უთოები შემოვიდოდა ხალხი ჩვეულებრივი, ლიტერალი ჩვეულებრივი უთოთი იუთავებდა თავს ძალიან კარგად მახსოვს ეგ. და ამ თმის უთოებს მოყვებოდა ხოლმე ესეთი ზიგზაგ პლეიტები ქონდა გახსოვს? ზიგზაგი იყო რავი ეგ მასეც ვეძახდით და მასეც იყო. რეალურად ეგ დღე ალბათ 2 წლის წინ გავიგე ეგ სულ. მაგრამ ეგ ზიგზაგ პლეიტები მოყვებოდა იმისთვის რომ
თმის ქვედამხარე, რომელიც არ ჩანს, მოცულობა რომ მიგეცა მაგითი და ზედამხარე რომ სწორი ყოფილიყო. ანუ მაგას სტილისტური დანიშნულება სხვა არ ქონდა, ან ვიზუალური დანიშნულება ქონდა, მოცულობა, მეტი არაფერი. მაგითი მთლიან თმას ანუ რაც კი ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი ბავშვობაში თან. მთლიან თმას ამითი ვიწვავდი, ვინადგურებდი თან რომელი hit protectant-ი არა ის. 3 წელია მაგის გამოყენება დავიწყოთ. და ამის მერე როცა ამას ესე დაზიგზაგებული მქონდა ხოლმე და აი დატეხილი და დამტრეული იყო მთელი თმა. ამის მერე უნდა აგეწია თმა. ოღონდ აი როგორ ავხსნა Slick Bunny-ის საპირისპირო რო წარმოიდგინო, ანუ მესიბანი აქ არის მესი და აი აქ რო ყოფილიყო მესი, ანუ Slick-ი კი არ ყოფილიყო, აი ამეებში ამობურდულები და ამოწეულები და ძალიან ცუდად დაუვარცხნელი თმა რო აიწიო მოკლედ რა. ოღონდ ეს იყო ლუკი, რომლის მიღწევასაც ვცდილობდით. მე სხვათა შორის ერთი უცნაური თვისება აქვს ჩემს გარეგნობას თმას, რაც არ უნდა ვუქნა, დღის ბოლოს მაინც ნორმრა იხდენ კი? ანუ რაღაცნაირად შემიძლია რა ყველა ფერი, ფორმა, რავი, მოვირგო. კი არა, გადაპარსულიც ქონია და სხვა შორის წილების გამო არა, იმიტომ რომ რებელა მომენტი მქონდა. გადაპარსვა ერთადერთია რაც ვერასდროს ვერ გავბედე. ძალიან ფანი იყო, თან ზაფხულს დამომთხვია და არა, ძალიან ფანი იყო. ეხლა რომ ახსენდება, ძალიან ფანი იყო. დავაი ტენა გადაიპარსა. ეხლა პრესტ აი წონა რა მქონდეს ნაკლები და ლოყები რა ნაკლებად მქონდეს ძალიან ჩვეულებრივად ვიზავდი. ანუ ისე რომ ხელი არ ამიკანკალდებოდა. კი მაგ დიდი ყურები, მაგრამ ანუ ფეხებზე მეკიდა რა. მე ერთადერთი ანუ სახეს და რაღაცებს, მაგრამ კიდია მაგ ამბავში, ანუ სხვა გზა არ მექნებოდა მოვიხდენდი, რა ვიცი. მაგრამ გაზრდის მომენტი ისე მეზიზღება და ისე მძულს რო აი მაგას ვერასდროს ვერ ვიზამ. მაგაზე ვერ დავიწიწუნებ, იმიტომ რომ სულ ვიჭრე და მილიონ გამომწერზე რო ავალთ გადავიპარსოთ. ოკეი, დაიმახსოვრე თვინმა მეს შევა, ამასე ბეშნენი ამოანათე რომ ამათმა გამოიწერან. ერთადერთი თემა იყო რა გადავწყვიტე რა წითლიდან შავზე მინდოდა გადასვლა რა. უმარტივეს თემა. ყველაზე მარტივია. პირიქით მეგონა და მაგიტო დავიწყე. ეგეც მიქნია და ეგეც მარტივი ყოფილა, მაგრამ გადაწყვიტე ჩემმა უახლოესმა მეგობარმა რა თავის თავზე აიღო ეს. არ ვიცი რატო. სულ მე თვითონ ვიღებავთ მას. და მასთან მივედი, ან უმარტივესია ხა ხო არაფერი არ უნდა შავზე დაჯენას რა. უბრალოდ ბევრი საღებავი უნდა გქონდეს და კარგად წაისვა. 3 თვე დავდიოდი წითელი შავი თმით. ანუ ზოგჯერ წითელი სტენდალი ვიყო. ანუ მართლა ხან წითელი იყო, ხან შავი იყო, ანუ ვერც ვიწევდი თავს, იმიტომ რომ ხან მიჩნდა ეს წითელი ხან არა. თან თინეიჯერების პერიოდი იყო, ახალი საღებავის ფული აღარ მქონდა და სანამ ვიყიდდი, თან კარგ ხარებს ვყიდულობდი, იქამდე მომიწია აჭრელებული სიარული. მაგრამ ძალიან გავერთე და ძალიან სასცილო იყო და არც მაგას არ ნანობს. ანუ საბოლოო ჯამში ეს გასახსენებლად რა ჩემთვის ვაკადრე. არა, მეც ვთვლი რომ ძალიან თინეიჯერობაში რეებიც შემეძლო გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ანუ კატასტროფული რაღაცეები. იმდენად ლაითი თინეიჯერობა მქონდა, ხა დედა ჩემს რო კითხო ალბათ საშინელი თინეიჯერობა მქონდა, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან დაგვიწერეთ კომენტარებში. ეს როგორი თინეიჯერობა ქონდათ შეიძლება. დაწერს ზუსტად. მე ზუსტად ვიცი რომ დედა ჩემს არ ქონია დედა გართულება ჩემს თინ. ანუ ძალიან არ ვჩანდი არსად, მე მისალშიც არ ვიყავე. რა დედა შენს დაწერეთ. მე სკოლაშიც არ ვიყავი ხოლმე. ხო, არც მე, აღარ აღარ იცი, ახლა მაგაზე ხوار ველაპარაკებთ. არა, რავი, ანუ აწი ხوار მოგაბრუნე. დავაი დროზო. მოკლედ მეგობრებო, გავედით ბოლოსკენ და მადლობა ყველას, ვინც დარჩით ბოლომდე გვიყურეთ და ახლა ტაროს გაშლას ელოდებით. ახლა გავშლი ყველაზე მარტივად, რაც შეიძლება რა გავშალო. ტაროს დავუსვავ შეკითხვას და ამოვიღებ, ან ამოვარდება, ან ასე შემდეგ, თითო კარტი თითო სეგმენტისთვის. და რას გულისხმობ, ანუ პირველი იქნება წარსული, აწყო და მომავალი. რა ბელდი ელის მომავალი 3 თვის განმავლობაში თათიასა და ჩემს პოდკასტს. რა ელის მომავალი 3 თვის განმავლობაში მერკურია რეტროგრადულის პოდკასტს. რა ელის მომავალი 3 თვის განმავლობაში მერკურია რეტროგრადულის პოდკასტს და ორი ამოვიდა წარსულზე და იყოს ბარა.
იყოს რავალე. ეს გული რასაც გიგრძნობთ მეგობრებო. ანუ ისე მაინტერესებს პირველად ჩემი თანდასწრებით პირველად ხდება ესეთი რამე. არასდროს არ ყოფილიყარ. რა ელის მერკურია რეტროგრადულის პოდკასტს, და ჩემს პოდკასტს მომავალი 3 თვის განმავლობაში. ოკეი. Bardzo interesujące. ცოტა უფრო დიდი მაგიდა მინდა. ბალიში? აჰა, ოკეი. აბა. ოკეი. მე მგონი ვიკეტებით ხო? არა. მაგრამ, კაი, მივყვეთ რა. ნელ-ნელა და ისა. წარსულზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ის, რომ ერთი ადამიანისთვის ჩვენ შორის, ან შეიძლება ორივესთვისაც პოდკასტის წამოწყება და ზოგადად ეს იდეა ნიშნავდა რაღაც ახალ თავგადასავალს, რომელიც ძალიან აშინებდა და თან мотиваციის მომგვრალიც იყო, მაგრამ თან ზუსტად არ იცოდა ნაბიჯები როგორ გადაედგა, ანუ რაღაც წინ რომ მიდიხარ, მაგრამ ისე ვერ მიდიხარ როგორც მიდიხარ, რაღაც მსგავსი, ანუ უფრო შიშისგან არის განპირობებული და ქაოსისგან, რაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ჩვენი ძალიან ქაოტურია ჩვენი. ჩვენ არ ვართ. ჩვენ არა, პოდკასტია ეგეთი. და თან ზოგადად ამ პოდკასტის იდეა ამოტრიალებული Page of Pentacles გვაქვს. იმედის მომცემი იყო რაღაც როგორც ახალი ინსპირაცია, ახალი დასაწყისი, მატერიალური რესურსი არის ზოგადად Pentacles თემა, დამიწება, მიწა, მატერიალური რესურსი და ასე შემდეგ. ანუ რაღაცნაირი ეჭვები არსებობდა, რომ მოგვიტანს თუ არა მატერიალური რესურს, გაამართლებს თუ არა, მაგრამ მაინც რა სადღაც იმედი გაქვს. ანუ ეს რომ მე პირიქით მქონა და ვიტყოდი, რომ აი ძალიან დიდი მოლოდინები, ძალიან გაგიჟებულა, დარწმუნებული რა ხარ 1000%. სამწუხაროდ, ანუ მე მგონი საბედნიეროდ, მოდი ერთი წუთი. როგორც არის, იმედები გქონდა, მაგრამ თან ესეც შიშით, ქაოსით მოცული, ანუ სადღაც კი გჯეროდა ჩვენი თავის, მაგრამ ბოლომდე მაინც არა და აი რომ ერყეო. კი, ბუნებრივია, პირველად ვაკეთებთ, არც ერთი აზზე არ ვართ რას ვაკეთებთ, მე მგონი 10 უკვე ნელ-ნელა ხოთზე ვართ, მაგრამ ისე. კაი, არ გაგაწყვეტინებ განაგრძე. ახლანდელს რაც შეეხება, გვაქვს სიკვდილი ამოტრიალებული. სხვა შორის სიკვდილზე ეგრევე იძაბებიან ხოლმე და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეიჯორ არკანა არის, იმიტომ რომ ნიშნავს რაღაცების დამთავრებას, ახლის დასაწყის, rebirth, ფენიქსური ენერგია, ანუ მე ძალიან მომწონს. ძალიან გამაჟრიალა. შესაბამისად ამ პერიოდში ვიშორებთ დიდი ალბათობით ისეთ რაღაცებს, რაც ამ პროექტს არ ემსახურება. ვიზრდებით, ანუ შეიძლება სტილი შევცვალოთ, ან თემები, ან მიმართულება, ან არ ვიცი, ანუ რაღაცა პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს რაღაცის დასრულებას და ახალ საწყის თავიდან დაბადება, შეიძლება rebranding-ს ან რაღაცა მსგავს. ოკეი. აქვე გვაქვს Page of Cups-ი, ეს ატარებს ძალიან ბევრ წყლის ენერგიას. ამ ეტაპზე მოლოდინი არის უფრო ემოციური ასპექტი, ვიდრე რამე ან მატერიალური ან სხვა რაღაც რა. ანუ საზრდოს ველოდებით ემოციურს. და ველოდებით რა ამ ეტაპზე მოაქვს ემოციური საზრდო. და თან curiosity-ის მატარებელი, ანუ რაც დაინტერესებულები ვართ, გვაინტერესებს, რა აბა ეხლა რა მოხდება, რა სიზავს, იქნება ერთ დღეს გავიღვიძო და გავარდეს. კი, ხო? სხვადასხვა დღეებში ვდებთ, სხვა დროს ვდებთ, ტესტავთ რაღაცებს. კი ბატონო. მაგრამ რაღაცა ის დაინტერესებული ტიპია, ძალიან მაძიებელი, თან ხელში უჭირავს ეს მექანიზმი, რომელსაც აკვირდება სიამოატრიალებს, გადაატრიალებს, ოღონდ მაინც უფრო ემოციური საკვების ამბავი გვაქვს აქ, ვიდრე რაღაც ფინანსური მატერიალური. ხო, არ ვიტყოდი მაგას. ფინანსურ მატერიალურ ამბავში მიჭირს რამის თქმა. მაგრამ თან ეს რომანტიული ტიპი არის, რაღაც იდეალებთან, აი იდეალებსაც რო უყურებ, შეიძლება ახალი გიყალიბდება, ძველზე უარს ამბობ. სხვანაირად უყურებ თელ კონცეფციას, რაც წარსულში იყო, ახლა იცვლება და ახალი კუთხიდან ხედავ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მომავალს. მე ამ კარტს ზოგადად სადმე სვორდს ამოდის ხმლები ტაროში. ანუ რას არ გინდა რომ მოელოდო რა? ანუ
სვორდი არის ერთ-ერთი ყველაზე კონფლიქტური ამბავი. ოღონდ იმას არ გულისხმობ, რომ კონფლიქტი გვექნება და ვიშლებთ, არა, მსგავსი არაფერი. არაფერს გავს არ გვეუბნება, მაგრამ თემა არის არჩევნის მომენტი. რაღაცასთან მიმართებაში არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. ძალიან პრიმიტიულად რომ მივყვეთ, ორ რაღაცას შორის არჩევნის გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს. და ერთ რაღაცას უნდა ვუფრთხილდეთ რა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ თვითონ არ შევქმნათ პრობლემები და ჩვენ თვითონ არ შევიკრათ ხელფეხი. და მეორე ამბავი, ეს ტიპი პირდაპირ ნიშნავს დაცდას რა, patience, ქართულად როგორ ვთქვა კარგად? მოთმინებას და მოთმინების გამომუშავებას და ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ აი ამ გამოცდას, მოთმინების გამოცდას თუ ჩააბარებ, მე რა უნდა გაგეხსნას და თვალობინადანაც უნდა მოიხსნა ეს დაფარული რაც არის რა. ოკეი, ძალიან საინტერესოა. Anyway, სულ ეს იყო ნახვამდის. გვეკითხებიან, თაკო გვეკითხება, სალამი თაკო. თქვენ როგორც ქართულ ემიგრანტებს გეცოდინებათ ვარშავაში უკრაინელი ომს გამოქცეული ემიგრანტების მიმართ როგორი დამოკიდებულება? ჩემს მეგობარს გადავყევი კამეჩში და თქვენი აზრი ძალიან საინტერესო იქნებაო. კაი. თავიდან, როდესაც ომი შედარებით ახალი დაწყებული იყო, ბევრად რბილი, ლმობიერი და ესეთი ხელგაშლილი დამოკიდებულება ჰქონდათ ვარშაველებს და იმ პერიოდში კიდე გდანსკში ვცხოვრობდი და გდანსკელებს ალბათ. ხო და ნელ-ნელა დავინახე ბევრი ადგილობრივისგან, რომ ყველაზე ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ნაწილი იწვევს ძალიან დიდ გაღიზიანებას ხალხში. ოღონდ ახლავე უცბად ვიტყვი რა, ამ ქვეყანაში საერთოდ არავინ არ არის პრორუსი, ვერ ნახავთ პრორუს ადამიანს, არც ერთი პოლიტიკური ძალა. ახლა უცბად დავამატებ, თათიას ვეთანხმები, იმიტომ რომ ორივე მხარე არსებობს. მაგრამ არსებობს კიდევ ორი პოლონეთი რა, მართლა, ორი საზოგადოება პოლონეთში და ზუსტად ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნები მაგას მოწმობს. ერთი ნაწილი არის ახალგაზრდობა, შედარებით ლიბერალური მიდგომის, რომელიც ძალიან ემპათიურია, ძალიან პროგრესულია და დღემდე მაქსიმალურად ემპათიურად გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. არის იქ რაღაც ასპექტები, რომელიც პრობლემას ქმნის, როგორც არის მაგალითად ქირის აწევა. კი, უძრავი ქონების ფასები აიწია, ყიდვა-გაყიდვა იქნება თუ გაქირავება. ხო და არის მეორე პოლონეთი, რომელიც არის სუპერნაციონალისტი და არ აქვს მნიშვნელობა შენ უკრაინელი ხარ, ქართველი, ბელორუსი, გერმანელი თუ ფრანგი, ერთნაირად ვერ ვიტანს ვერავის. პოლონელი თუ არ ხარ, მე მგონი პოლონელებსაც ვერ ვიტანს. ხო, მესმის რა, რაღაც პონჩი მესმის ხოლმე მაგას. მაგრამ ეს დუალიტი არსებობს, ეს ორი მიმართულება არსებობს, შესაბამისად ნახავთ კიდეც ადამიანებს, ვინც უკრაინელებზე გაბრაზებულები არიან, ნახავთ კიდეც ადამიანებს, ვინც ისევ და ისევ ხელგაშლილები ხვდებიან და ნახავთ ადამიანებს, ვინც ნეიტრალურები არიან უკვე. ნახავთ ადამიანებს, უკრაინელებს გულისხმობ, რომლებიც არიან სასწაული, უკარგესი ადამიანები, პროფესიონალები, აი უკელთიშობილესი. ეგეთ ქართველებსაც ნახავთ, მაგრამ ნახავთ ძალიან ბევრ მატყუარას, გადამგდებს, თაღლით სიტყვების გამოყენება. ხო, ანუ კონკრეტულ სიტყვებს არ ვიძახი, მაგრამ ანუ აი თაღლით თუ საქმეს რომ აქტიურად მიყვება. ეგეთ უკრაინელსაც ნახავთ და ქართველსაც ნახავთ. კი, ამაზე არ მინდა ძალიან ჩავეძიოთ და რაღაცა. ანუ ეს არის რა, რაც არის. კითხვას გავეცეთ პასუხი ჩვენი აზრით. რეალობა, ჩვენ ვისაც ვიცნობთ ad უკრაინელებს, ძალიან გაგვემართლა, ყველა ძალიან კარგია, ადგილობრივებსაც უყვართ, ლენდლორდებსაც უყვართ, არავინ არ აგდებს ქვეყნიდან და ასე შემდეგ. ეს არის და ეს, მე მგონი. გამოგვიწერონ, ხო? გამოგვიწერონ. კი, თქვენ გამოგვიწერეთ, თუ შეიძლება. დაგვიწერეთ კომენტარები, მოგონებები გაიხსენეთ იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც ვილაპარაკეთ. ძალიან მესაყვარლება ეს თემა კი და მგონია, რომ ძალიან სახალისო და სასიამოვნო ისეთ ნოსტალგიური, რბილი ნოსტალგია უნდა მოეტანა ყველაფერს. Bye!